კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩემო ძვირფასო და გამარჯობა. თქვენს წინაშეა ანჟელიკა შანავა, ბიზნეს ქალბატონი, რომელსაც თავისი ბიზნესი აქვს, ახალბედა და დიდ წარმატებებს უსურვებ თავის წამოწყებაში. მთავარია ენერგია, სასიცოცხლო ძალა აქვს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გააკეთოს. ხო, ანჟელიკა არის მადლობა. დისფაქტორელი და როგორც მზდის ფაქტორის მარგალით დაუსვამ ასეთ სამ კითხვას, რატო გადაწყვიტე თავის დროზე მოსულიყავ მზდის ფაქტორში, რა მოგცა მზდის ფაქტორმა და ვის ურჩევდი მონაწილეობას. დავიწყებ იქიდან, რომ მოგესალმებით ყველას, ვინც მისმენს და ვეცდები დღეს ძალიან გულწრფელი ვიყო, რომ თუნდაც ერთი ადამიანი რომ მომისმენს და გაიაზრებს, რომ აქი ნოლიდან მაგ დაწყებული ცხოვრება მეორეჯერ, მინდა რომ იქიდან დავიწყო, რომ რატომ მოვედი ზრდის ფაქტორში და რა მომიყვანა იქამდე. რასაც მოვყვები ალბათ ბევრისთვის ნაცნობი სიტუაცია, დამენგრა ოჯახი და მე ვიყავი ჩვეულებრივი ძალადობი მსხვერპლი და სრული სიტყვის მნიშვნელობით ვსტაცე ხელი ჩემს 4 შვილს და გამოვიქეცი იქიდან. გამოვიქეცი, ერთი კვირა ალბათ კარგად ვიყავი, რომ ეს განთავისუფლდით ძალადობისგან, მაგრამ მე მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი ტრაგედიების დასასრული, ამიჯანყდა ოჯახი, შვილები, ის რაც ხდებოდა იქ ოღონდ ძალადობით, აქ უკვე სხვანაირი სტილით იგივეს გავდიოდი, ოღონდ არა ძალადობით, სხვა სტილი ქონდა ამ ყველაფერს და მე ვთქვი რაღაც ისე არ არის, რაღაცა ხდება, რაღაცა მჭირდება, რაღაცას ვეძებ და რა გავაკეთო არ ვიცი, აი ვიხრჩობოდი სრული სიტყვის მნიშვნელობით, ვიხრჩობოდი და რაღაცას ვეძებდი და გადავაწყდი შემთხვევით ტელეფონში თქვენ სტატიებს კითხულობდი და ზრდის ფაქტორიც არა, მანამდე თქვენს იმაში მივიდა მონაწილეობას, ხო, 365-ში და გოგოები რაღაც სხვა რაღაცაზე ლაპარაკობდნენ, კი, ვდგებოდი 6 საათზე, ამას ყველაფერს ვაკეთებდი თქვენ რასაც მირჩევდით, მაგრამ მაინც ფიქრობდი, რომ აი რაღაცაზე ლაპარაკობდნენ გოგოები და მეც მინდოდა ეს, რომ აი შეცვლილიყო ჩემი ცხოვრების რადიკალურად შეცვლას ვცდილობდი, იმიტომ რომ ის რაც ხდებოდა, ამის ახსნა არ მქონდა, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ რაღაცა მჭირს, მაგრამ რა მჭირს არ ვიცი, რაღაცას მასწავლის და შესწავლებაც არა, მე მსხვერპლის როლი ისეთი დიდი მქონდა მორგებული, რომ აი მე ყველაფერ არ ვიმსახურებ ამას და რატო ხდება ეს ჩემ ცხოვრებაში, ეს მქონდა, თორემ მსხვერპლის როლი რა ვიცოდი მაშინ საერთოდ რა იყო. მაგრამ ეს იმდენად კარგად მქონდა მორგებული, რომ დაშა სადღაც манипуლირებდი ალბათ ამ მსხვერპლის როლით, რომ აი მე საცოდავი ქალი 4 შვილით გავედი და რაღაცები. ხო და მივიღე პირველი მონაწილეობა ზრდის ფაქტორში. რა თქმა უნდა, პირველად მქონდა რაღაცები წინსვლა, მაგრამ უფრო ბრძოლა მქონდა საკუთარ თავთან. არ გეთანხმებოდი რაღაცებში ვაღიარებ, საერთოდ არ გეთანხმებოდით, მაგრამ რა მომცა პირველმა ზრდის ფაქტორმა ის მომცა, რომ ამ ყველაფერს სხვა თვალით შემახედა, რომ რაღაც მეტი არის, ვიდრე მე ვფიქრობ. რაღაც მეტია, ვიდრე მე ვფიქრობ და პირველი ზრდის ფაქტორიდან მეორემდე მქონდა 1 წელი ზუსტად შუალედი. და მეორე ზრდის ფაქტორამდე უკვე ალბათ გავიზარდე, ჩემ მომწიფდი ამ სიტუაციისთვის. ვზივარ ესე დივანზე რაღაც ფილმს ვუყურებ და ამ დროს თქვენი ლაივი ჩაერთო და მინდა, ზუსტად ვიცი რომ მინდა მივიღო მონაწილეობა და ეგრევე მოგწერეთ თამარ დამამატეთ თქვენ ამ ზრდის ფაქტორში და თქვენც ეგრევე დამამატეთ ჯგუფში და ესე იგი გავიგე რომ მსხვერპლის როლი უნდა მომეშორებინა და თავიდან დამეწყო ცხოვრება, რომელიც არ ვიყავი მსხვერპლი.
ეს სიტუაცია, თუნდაც ის ძალადობა მასწავლიდა იმას, საკუთარ თავის სიყვარულს მასწავლიდა, რომ გავიაზრე, საკუთარი თავის სიყვარული ყოფილა თავი და ბოლო ყველაფრის. ხო და აი ჩანაწერი მაგ გაკეთებული რომ, მაგრამ აღარ მახსოვს უკვე რა გავაკეთე, უბრალოდ ის მინდა ვთქვა, რომ მადლობა ამისთვის, ჩემს ყოფილ მეუღლეს, რომ აქამდე მიმიყვანა, იმიტომ რომ მე ეს რო არ გამერკვია. მე რო ჩემში ღმერთი არ მეპოვა იმ დიდ სიყვარულში საკუთარ თავის და როცა ვფიქრობ, რომ აი სად არის ღმერთი, რატო არ მეხმარება, უკვე ვიცი, რომ ღმერთი ჩვენშია და ის ისეთ დიდ რაღაცებს გვაძლევს, ისეთ აი გეტყვით, აი ბიზნესის მაგალითში თვის ბოლოს მაქვს რაღაცა დიდი თანხა გასაცემი, ხარჯები გასასწორებელი, სესხები რაღაცები და როცა დავწყნარდები და ფოთვას წყვეთ, ეს თანხა თავისით მოდის. ეს არ არის უკვე სასწაული ჩემთვის. თავიდან პირველ ორჯერ, მაგრამ როგორც კი აი დავწყნარდები, მოვა. ვიცი ზუსტად ღმერთს მივენდობი, საკუთარ თავს მივცემ დაწყნარების ჰარმონიის უფლებას და ეს თანხა სულ თავისით მოდის. არ აქვს მნიშვნელობა საიდან, როგორ, რანაირად, ეს თანხა ისედ მოდის ჩემთან უპრობლემოდ. კიდევ ვისწავლე ბუნებასთან საუბარი, ეს მაგ აღალი აღმოჩენა. აი სამსახურში რო გავდივარ, მიწევს პარკის გავლა და აი როგორც კი პარკში შევდივარ, ჩიტები მეწყებენ, აი ხმაურდებიან, ჭუკჭუკებენ, სიმფონია ერთობა პირდაპირ და მეც ისეთ სიყვარულს ვგზავნი და ისეთ მადლიერებას, რომ არ ვიცი, სამყარო მესაუბრება, აი ხედავ რომ როგორ მესაუბრება. კიდე აღნიშნავ იმას, რომ აქამდე აღიარებ ძაღლები არ მიყვარდა და როგორც კი შევიცვალე, ძაღლები ჩემთან მორბიან და მეფერებიან, აი ყველაზე აგრესიულები, რომელიც ადრე დამსდებდნენ, მეფერებიან და აი ისეთ სიყვარულ მჩუქნიან და მეც დავიწყე მაგათი შეყვარება, ალბათ მეც რომ მიყვარს, უკვე გრძნობენ ისინიც. კიდე რა ვიცი, ძალიან ბევრი რაღაცა შეიცვალა თქვენი გამოჩენის მერე ჩემს ცხოვრებაში. გარდა საკუთარი თავისა, მადლიერება ვისწავლე რა არის. მივიღე მადლიერებით ვღებულობ ყველაფერს უკვე და როცა სულ ისი გამახსენდება, რომ თქვენ რო ამბობდით ხოლმე გასხივებსნებულს კითხეს, რომ რა შეიცვალა თქვენ ცხოვრებაში, მანამდე რა საკეთებდით და წყალს ვეზიდებოდი და ეხლა რა საკეთებ, წყალს ვეზიდებიო და ზუსტად ესე გამომდის, იგივეს ვაკეთებ, მაგრამ იმხელა დიდ ბედნიერებას მგრის უკვე იმას, რასაც ვაკეთებ, იმდენად დიდ სიხარულს მგრის ყოველი წამი. შემიყვარდა ჩემი ცხოვრება, აი ძალიან შემიყვარდა ჩემი ცხოვრება, რადგან ვიცი რომ ყველა ნაბიჯზე რაღაც სასწაული მელოდება და ზუსტად ვიცი რომ ყველაფერს რაც დავისახე აუცილებლად მივაღწევ ამ რწმენით ვარ და ამ იმით მივდივარ წინ. ანუ შევაჯამოთ ესე გამოგიყვანა მსხვერპლის როლიდან და გააცნობიერო თურმე მსხვერპლი ყოფილხარ და მანიპულაციასაც კი აკეთებდი ასე და მეორე გასწავლა ნდობა სამყაროს ღმერთის მიმართ და ეს ღმერთი აღმოგაჩენინა საკუთარ თავში და მერე ყველას მთლიანად სამყაროში გაგახლოვა ბუნებასთან და გახლოვა ცხოველებთან, შეგაყვარა ცხოვრებას, ყოველი დღე გიხარია. მეტი რა. აი მართლა მიხარია, ყოველი გაქნება ისე მიხარია, რომ აი ძალიან ადრე რო ვდგები, აი პირველი რაც არის თვალს რო გავახელ, დილამშვიდობისა უფალო. აი ეს ამ სიტყვებით ვიწყებ ყოველ დილას და მადლიერებით ვაგრძელებ მერე, რომ ისე მიხარია, რომ გამითევდა და ისევ ახალი შანსი მომეცა, გავაგრძელო იმას, რასაც ვაკეთებ, შევცვალო ის, რაც არ მომწონს და განვითარდე საკუთარ თავზე, იმდენს მუშაობს, ეს ენერგიები ისე შემოდის და ისე შემიძლია ავივსო. თუ სიტყვაზე ძალიან დაღლილი ვარ, აი 15 წუთში თქვენი პრაქტიკებით გამომყავს ჩემი თავი და
მართლა ძალიან კარგად გრძნობ თავს. ის მსხვერპლი გახდა, ყველას მივუტევე, ძალიან დიდად მასწავლა პატიება. აი მართლა და ისინიც კი გრძნობენ, ვინც მტრად მიმაჩნდა, ვითომ მტრად არა და ისინი ყველაზე დიდ გაკვეთილს მაძლევდნენ და მე მტერი მეგონა. არა და ყოველდღე ვუგზავნი მადლიერებას და სიყვარულს შეიძლება პირში არ ვუთხრა, რა თქმა უნდა, რომ აი გემადლია, მაგრამ ყოველდღე ვუგზავნი, რომ მადლობა, რომ მართლა საკუთარი თავის სიყვარული მასწავლის, იმიტომ რომ მე სიყვარული არ ვიცოდი საერთოდ რა იყო. და როცა საკუთარი თავი შემიყვარდა, ისე იხსნება ყველაფერი, ისე ლაგდება, იმდენად ჰარმონიულად ის ფოთვები მომეხსნა. აი სიწყნარეში ვარ და ეს ძალიან მომწონს. ვა, როგორ მიხარია, ძალიან კარგი. ანუ ზრდის ფაქტორმა თავისი როლი შეასრულა. ეხლა სულ წინ უნდა იარო შენ საქმეში წარმატებები. მართლა გმირი რა აი ნამდვილად დაუბრუნდი საკუთარ თავს, როცა დაიწყე საკუთარი თავის სიყვარული, შენი ცხოვრება, ფოკუსი, კონცენტრაცია, ეს დისფაქტორი იძლევა სწორ მიმართულებას, სწორ ფოკუსს გაკეთებინებს ისეთ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანი ახალ უნარჩვევებს გინვითარებს. ძალიან ბევრი ახალ უნარჩვევები კი, ძალიან ბევრი ახალი უნარჩვევები მაქვს, აი რაც მიკვირდა. ეხლა უნდა ვთქვა ერთი რაღაცა. ესე იგი, ძალიან მეშინოდა კამერებში გამოსვლა და გახსოვთ იქ 365 ხმაც კი ჩამიწყდა და ორი სიტყვა ვერ ჩამოვაყალიბე, რაც უნდა მეთქვა და სუსტად დისფაქტორი რო დამთავრდა, აი ბოლო რაც გავიარეთ, სახლში აღმოვაჩინე წიგნი საჯაროდ გამოსვლის ხელოვნება და ეს წიგნით სად უნდა გამოვიდე თქო საჯაროდ. აი თურმე რისთვის მომზადებდა სამყარო. ზუსტად ამისთვის რა გამოსულიყავი და ვიღაცისთვის თვალი ამახილა, რომ ჩემი ცხოვრებიდან აი ვისაც ოჯახები გენგრევა და გონიათ რომ ეს დასასრულია, ეს მხოლოდ თქვენი ცხოვრების დასაწყისია მერწმუნეთ. ხო, და ის გამბედაობაც, აი მაგალითად ზოგი უძლებს ამ ძალადობას და ეგუება, ესეც ხო სიმამაცია, ხო და კიდევ ვურჩევ და ალბათ მე რომ მკითხო ვეღარ გავიგე. შენი თამამი ნაბიჯი რო ოჯახიდან წამოხვედი 4 შვილით, დაიწყე დამოუკიდებლად, დრო შენ დასვი კითხვა, რომ რაღაც გამოსავალი არსებობს, რაღაცაშია საქმე და ასე გაგრძელება არ შეიძლება. ამას ხო ყველა არ აკეთებს. სული კიო და ჩემი სული კიო და რომ ესე მეტი გაგრძელება აღარ შეძლო. ერთ პრობლემას რო გავექცეოდი, მეორე მხდებოდა, მეორეს რო გავექცეოდი, მესამე და მივხვდი რომ გაქცევით ვეღარაფერს ვეღარ ვშალი, სადაც არ უნდა გავქცეულიყავი. ეს სულ უკამსდებდა და მე სულ რაღაცა მინდოდა, რაღაცას ვეძებდი და მე ვნახე, ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი, სიყვარულს ვეძებდი, საკუთარ თავს ხო ვეღარ გაექცევი და ამ სიყვარულს მივაგენი და ვისწავლე, აი როგორც ანბან სწავლობს ბავშვი, ზუსტად ესე მთელი დღე ვიჯექი და საკუთარ თავს სიყვარულს ვუხსნიდი და ზუსტად ესე ვისწავლე საკუთარი თავის სიყვარული, მაგრამ დისფაქტორამდე ამას ვეღარ მივხვდებოდი ვერასოდეს, რომ ამაში იყოს საქმე. სამყაროს უნდოდა, რომ საკუთარი თავი მყარებოდა. დიახ, და ამით სამყაროში ამოგეცნო ის დიდი უფალი, ჭეშმარიტი. აი არ ვიცი, ძალიან მიხარია შენი შედეგები, როგორც სხვა დისფაქტორელები, შენც ჩემი მარგალიტი ხარ. მარგალიტი ხარ და ჩემო ლამაზო. მინდა იყო ბედნიერი და გისურვებ წარმატებებს, შევხვდებით კიდევ მრავალჯერ, ბევრჯერ და შენი ინტერვიუ ვფიქრობ, რომ ბევრს აუხელს თვალებს, ბევრს დაეხმარება, რაღაცა გაცნობიერებებს აუცილებლად მისცემს და წარმატებები. მადლობ. მადლობა თქვენ. მადლობა. სიყვარულს გიგზავნით. ასევე გულიდან გულში გიგზავნის სიყვარული.